დედაენის ბაღში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები თბილისის მერს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები დავით ნარმანიასგან პოზიციის დაფიქსირებასა და ძეგლის ნგრევის შეჩერებას ითხოვდნენ. ისინი პანორამა თბილისის პროექტსაც აპროტესტებდნენ. თბილისის მერი დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, საყდრისთან დაკავშირებით მერია გადაწყვეტილებებს არ იღებს. პანორამა თბილისი კი გარემოს ზიანს არ მიაყენებს. ეს ხელისუფლება არის თავისებური, რომელიც მოდის დედაენის ძეგლთან ვითომ ელის დასაცავად, მაშინ როდესაც თბილისში პანორამას ანგრევენ კულტურას და მარჩა თბილისის ცალკე შევხვდეთ მერე და ცალკე გავიხსნა. დაიცავი სამტრისი. ძირზრევა. აკეთებს. დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები პროტესტის დაწყებიდან 1 წლის გასვლას აღნიშნავდნენ. ისინი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნასა და აფეთქების პროცესში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვდნენ. იქნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს და გამოიკვლევს საყდრისის აფეთქების კანონიერების საკითხს და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაიმე წვრილი აქვს შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებაში. საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტის შექმნის საკითხს პარლამენტში კენჭს ხვალ უყრიან. ინიციატივა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას